მესამე არის, რომელსაც ეშინიათ ყველაზე მეტად აი ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს. ეგ არის ეგზისტენციური საფრთხე. იდეა რომ ხელოვნური ინტელექტი ადგება და ყველას მოკლავს. რაღაცა ტერმინატორის და სამეცნიერო ფანტასტიკის იდეა არის გასაგებია და ცოტა წარმოუდგენლად ჟღერს. მაგრამ თუ შენ ქმნი პროგრამას, რომელიც არის ყველაზე ჭკვიანი არსება ამ პლანეტაზე და პლუს დაკავშირებული არის ინტერნეტთან და წვდომა აქვს ყველა ინფორმაციაზე, რაც ამ პლანეტაზე არსებობს, სულად გაუგებარია თუ ის რატომ და ემორჩილებოდეს ვიღაცას. ამაზე ბევრი ლაპარაკი შეიძლება და ახსნა თუ რატომ და როგორ. მაგრამ მეგონი ყველანი ხვდები დაახლოებით რატომ არის საშიში რომ შექმნა არსება, რომელიც არის შენზე ბევრად უფრო ჭკვიანი. სემ ალტმენი, რომელიც არის OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი. OpenAI არის მთავარი ხელოვნური ინტელექტის კომპანია ჯერ კიდევ მსოფლიოში. სემ ალტმენი ხშირად აზრიერებს ხოლმე ელიეზერ იუტკოვსკის სტატიებს, რომელიც ლაპარაკობს იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტმა შეიძლება ყველანი მოკლას. ანუ ამას ფიქრობს, ამის საფრთხეს ხედავს მსოფლიოს წამყვანი ხელოვნური ინტელექტის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. ამის საფრთხეზე ლაპარაკობს ხოლმე მასკი. უსაც გონია თუ შევქმნით ხელოვნურ ინტელექტს და განმავითარებთ უფრო მეტად, ის მოგვეპყრობა ჩვენ ისე როგორც ჭიანჭველებს. ამ საფრთხეს ხედავს ჯეფრი ჰინტონი, აი ეს ერთ-ერთი მამა, თქვენ რომ მოიხსენიეთ, ეგ პერსონაჟი არის ჯეფრი ჰინტონი და ასე შემდეგ. თითქმის ყველა ამ სფეროში ეს უყურებს ამ საკითხს. დაახლოებით ამიტომ არის რომ ორი ძალიან განსხვავებული სტიმული აქვს ამ წამს ამერიკის მთავრობას და ბევრ ადამიანს ამ ტექ სფეროში. ერთ სტიმული არის რომ მოდი პირიქით შევაჩეროთ ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა, იმიტომ რომ თუ არ გავჩერდებით, რაღაც საშინელი ეფექტები შეიძლება მოყვეს და დიდი ძურები და შეიძლება ყველანი მოკვდეთ და მეორე სტიმული არის რომ პირიქით ვერ გავჩერდებით, იმიტომ რომ თუ გავჩერდით, ჩინეთი შექმნის ხელოვნურ ინტელექტს, ჩინეთი მოგვიგებს და დაიპყრობს სამყაროს. როცა ეს ორი განსხვავებული სტიმულია, რთული აქვს ლავირება.